მოგესალმებით, ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ გავაკეთოთ რეზიუმე, CV და ინვოისი Canva-ში. როდესაც შევალთ Canva-ში, დავაწვევით პლუსის ნიშანს, შემდეგ ავკრებთ CV-ს ან რეზიუმეს და A4 ფორმატს ავირჩევთ, როგორც ვიდეოში იყო ნაჩვენები. შემდეგ ავარჩევთ სასურველ დიზაინს. სასურველია თუ იქნება უფრო სადა, რადგან ზოგადად ასეა, რომ ზედმეტად გადატვირთული რეზიუმები არაპროფესიონალურად გამოიყურება მაინც და ჯობია რომ სადა იყოს. მე ახლა შევიტან უკვე ცვლილებებს, ავაჩქარებ ვიდეოს, უბრალოდ ტექსტი შემყავს და ვასწორებ, რადგან ამ შემთხვევაში ჩემი ტექსტი რა თქმა უნდა განსხვავდება იმისგან, რაც შაბლონში ამოცემული და ამიტომ ვარედაქტირებ სურვილისამებრ. მოვრჩი უკვე ჩვენი CV-ს გაკეთებას, ახლა გადავიდეთ ინვოისი. იგივენაირად პლუს ვაწვევით, ჩავწერთ ინვოისი და ავარჩევთ სასურველ ფორმატს. აქაც ძალიან ბევრი ნიმუში გვაქვს. მეც ამ შემთხვევაში ისე სადა ვარიანტი ავარჩიე და აქაც შევიტან ცვლილებებს. შეგვიძლია ლოგოც დავამატოთ, მე ამ შემთხვევაში უბრალოდ ელემენტებიდან ავარჩიე სიმბოლო და ეს დავამატე საჩვენებლად. აქაც შევიტან ცვლილებებს შესაბამისად. ამ შემთხვევაში ვაკეთებ სასტუმროს ინვოისს და რთული ამაში არაფერი არ არის, უბრალოდ ჩავწერთ სასურველ ტექსტს. შეგვიძლია რა თქმა უნდა ავარჩიოთ ფონტები, თუ პრო ვერსია არ გაქვთ და ქართულ ფონტს ვერ ატვირთავთ, თვითონ Canva-შივე შეგიძლიათ ჩაწეროთ ჯორჯიან, ანუ ქართული ფონტები და რამოდენიმე ფონტი არის, რომლისგანაც აარჩევთ სასურველს. პირველ რიგში გავაკეთე ინგლისური ვარიანტი, ახლა კი განახებთ უკვე როგორ შეგვიძლია გადავაქართულოთ. Translate-ში შევდივართ, აი აქ თარგმანი არის ჩამონათვალში, როგორც ხედავთ, მარცხენა მენიუში და გადავთარგმნით ქართულად. რეზიუმეს შემთხვევაშიც ქართულიდან ინგლისურად გადავთარგმნე და ორივე ვარიანტი უკვე მაქვს. მცირე რედაქტირებების შეტანა სჭირდება, თუმცა ეს არაფერი იმასთან შედარებით, რომ მთლიანი დოკუმენტის გადათარგმნა არ გვიწევს. სულ ეს იყო, იმედია გამოგადგებათ, შაბლონები არის აღწერაში.